ხვალ დინამო არენა ლეგენდების სერიის მეორე მატჩს უმასპინძლებს. ამჯერად G11-ის მეტოქე ბარსელონას ლეგენდები იქნებიან. გულშემატკივარი ორივე გუნდში არაერთ ვარსკვლავს იხილავს. საქართველოს ნაკრებში შოთა არველაძე, კახა კალაძე, გიორგი ქინგლაძე და სხვა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. ბარსელონას შემადგენლობაში კი მოედანზე რონალდინიო, ედგარ დავიდსი, გაისკა მენდიეტა და ხავიერ საველა გამოვლენ. დღეს გუნდებმა წინა სამმატჩო პრესკონფერენცია გამართეს და მედიის კითხვებს უპასუხეს. G11-ისა და ბარსელონას მატჩი ხვალ თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ძალიან ბევრი დაკავებულია თავის კლუბებით და იცით ალბათ ჩემპიონთა ლიგის თამაშები მიყავთ, ტელევიზიებში მუშაობენ, სხვა რაღაც თავისი უამრავი საქმე აქვთ, მაგრამ ყოველთვის ეს ერთი დღე ჩანს, რომ აი დაუშვათ შევიკრიბეთ, რაღაცა ვთქვით, რომ პრესკონფერენცია და ასე შემდეგ, მაგრამ მთელი ერთი წლის ნაწვალებია და იმედი მაქვს, რომ ხალხი, რომელიც ხვალ მოვა, ისიამოვნებს. მიხარია, რომ ხვდები ადამიანებს, ვისთან ერთად, ბევრთან წინააღმდეგ, ბევრთან ერთ გუნდში ვითამაშია და ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა წარმატებები ყველას ხვალინდელ შეხვედრაში და ქართულ გულშემატკივარს სადაც ვთავარია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩამოვედი, ჯერ კიდევ თამაშობ ფეხბურთს. არა აქტიურად, მაგრამ შარშან 5 მატჩი ჩავატარე. მაკლია ფეხბურთი ასეთ ლეგენდარულ გუნდთან თამაშის საამაყოა. რადგან ამ ბარსამ დიდი ისტორია დაწერა. საქართველოში არ მითამაშია და იმედია ხვალ ვისიამოვნებთ. ჩემთვის დიდი პატივია აქ ჩამოსვლა, განსაკუთრებით გამიხარდა დახვედრა, რადგან ფეხბურთი მხოლოდ მოედანი არაა. მის მიღმა ურთიერთობებიც მნიშვნელოვანია. შევეცდებით გულშემატკივარს ლამაზი სანახაობა ვაჩვენოთ. იმედია ქართველ გულშემატკივრებს სასიამოვნო მოგონებებს დაუტოვებთ და აქ კიდევ დავბრუნდებით.